Tremshi dubisa, როგორ ხარ ტრაშვებით, დიხანი არ მოსულა. გონი დიდი ხანი. მეომიტანია კი. მეომიტა დავარჩი. ატარ. ტრაშვებით როგორ ხართ ამ სიცხეებში, ხომ ხართ კარგად? ხანი არ გადამიღია. მე ასე მგონია. ცოტა მაგ თაქვაში ჩანამინიოზე დავამატო. გადაგხრუგა ამ სიცხემ 42 გრადუსი ფიქსირდება. შეგამე იყო გაუსაცრის. ღამე ასეთი მეტი არ ყოფილა გუში რო იყო ჩახუტულობა, ნიავიც არ იყო და გადაჭერებული სიცხე იყო. მარტო იქ ბალკონზე რომ მართლა სიცხის აზომე ღამე ნახე 32 მარტო იქ იყო და მეტი იქნებოდა არა. ოთახში რავით სასწავლე სიცხე. ხელიღამე არები ფაჭრები ვერ გვაქვს, გამთენის ხალხის ჩამეძინა და იმიტომ არაც იქაც. ყავაც არ მაქვს ნორმალურად წყალს ყველა ყავა დავლი. ყავა აღარ მაქვს. საშინელი სიცხეებია. ერთი ვიტამინი. ეს თურქეთი გადაწვავე მან. გადახრდა სიცხეებმა კიდევ ქალაქში იყო მასშტაბური ძლიერი ხანძარი. პლუს ამას კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, ცუნამი იყო. ეგ ძალიან დიდი მასშტაბით შეეხუტილი ეგეც. მარტო იქ არ ყოფილი. და ასე წაყვნა ქვეყანაზე ზოგან იწვიან, ზოგან წყალი დიდობას მიაქვს ყველაფერი. ვიცი, ჩვენთან ჭაში წყალის შრება საერთოდ ძალიან ცუდაა. ვიცი რა ვიშველებთ მაგ გაწვიმთ. ასეთ დღეში ვართ გულზე მიგდის. ეხლა ვენტილატორი მაქვს. აგი ესე იყო გახურებული გულში. ხანი გამთენის ხას გამფიშე. რა ვიცი, მე მეშინი არ გადაიწოს თელი დღე და ღამე ბრუნავს საგი და თან ვეღარ საგრილებს. ყველაზე მაღალზე მაქვს ჩართული მაღალი გამაგრილებელი. ისეთი სიცხეები მაქვს. გავრცაძვის ზოგს ქალაქში გონია, მაგრამ სოფელში უფრო მეტი ის არის. ვინც ჩამოვიდა კითხვა, რომ სოფელში უფრო მეტი სიცხეა. სასწავლე სიცხეა. თუ გაჭირდა გუშინი გაცოდა. იმ სიცხეებში მომიზია ერთი ორგანიზა ასოციაციის სული ამოხდა ხალხს. სულ ოფლის დენაში ვიყავი ეს დღეები. მე წურწურით გამდის ხოლმე ერთი სიცხეებში ისე შევიდე და ვიგდო თუმცა არაფერი უშევედი გუშინ წყალის გადასავლებას სანამ გამოვიდოდი უკვე რას იქონდა წყალის გადავლებას თელ თავიანატანიანა საგაზ უღარად ოფლი მომდიოდა და გაწუწოლი ვიყავი ისევ. ხედა სიცხე. გრილი წყალის დამონაც არ შევედეს. გადაგა. მოკლედ, აი ასეთ დღეში ვართ. ისეთი რაღაცები ხდება, რომ ძალიან დასაფიქრებელი. ძალიან დედამიწაზე ძალიან ცუდი რაღაცები ხდება და მოხდება სავარაუდოდ თავი. ასე ჩემო კარგი თქვენ როგორ ხართ რაშუთ? როგორ უძლებთ ამ სიცხეებს, რომ ხართ კარგად? ახლა ეს მე დავნახო. ცოტა მარილი მინდა.
შარი მეორე და ცოტა სვანა. მე გუშინ სახე მეწიწკნებოდა რამდენჯერი ბანდი ამ სახეს არ ვიცი. სიცხიდან ვიყავი გამოფილი სახეც კრემი. ინა ეს ძილი რომ მაკლდა ძალიან ცუდად. ცოტა გამოვედი თქო მაგრამ ხინე ცოტა. აღარ მაქვს. არ ვიცი ხალხი წამახავს საერთოდ არ ვიცი. ამ სიცხეში მე დადეკინი ავტობუსი როდი. რაც მე ვიარე და მიგზავნე ამ სიცხეებში. მაგრამ მოვიდა ფეხით რამდენი ვიარე 1-3 კილომეტრი მგონი. იმ დღეს 40 გრადუსი იყო. თავზე კი მიფარა, მაგრამ რა გინდა სულ სველი ვიყარ. სულ აბსოლუტურად. აზრ დამისვენდა. გაწუწუ. საქმეზე ვიყავი სხვა ვახტი. და მე რიგზიდან იმხელა გზაზე მომიზიაცია. რო დავიცი. რა სტუდია გზიდან ვინ შორია დასახლებული მე. არიერი წონტები ნაციარულები ამხელა სიცხეში. მაშინ ორი მინდა ხაშისთვის ხაში ნურის ხანგი თათის ნახარშის ხაში კარგია ზოგს არ უყვარს მაგრამ ნახარში თვითონ ისე ხაში არ მიყვარს აი საფოლის ხაშის მოკეთები არც რაზრუს მიჯამი არ მიყვარს ვიძახი მაგრამ სულ მზარავდა თათის ხაში ის სასარგებლოა ნახარში ის უფრო სასარგებლოა მაგრამ რა ვიცი, ისე ინტერესისთვის მე ახლა უფრო მაქსული რო გავსინჯო მაშინ ადრე. ძალიან ადრე მეძიცხებოდა სუნიც. კაიცა. ეს დანა ახლა დაწყეს. მოვიდა საფის პომონდო. ეს ჩენაცამ გასარეცხი ესეთია მეტი არ არის ჩვენი პოსტანი დანახო რა გადახრული ჩვენი ბანდო ორ დღე აგიდებს მე იქ ხალი უნდა ჩამოვკრიფო იქითაც გადავიღე აქ უნდა ნახო როგორ გადახრებულია უწყლობი წყალი არ შემოდის ჩვენთან არ ვიცი რა პრობლემა აქვს სხვებთან გამოუშვიათ და ჩვენს იმაში არ ვიცი მილია დაზიანებული თუ რამე ეგევალება იმას გამგებელმა გააკეთებინოს სადაც დაზიანდება და ვინმეს ოჯახში ვერ შედის მაგრამ ის გააკეთებს არავინ შეიწუხებს თავს მაგას და ჩვენს იმაში არ შემოდის წყალი გადახრებული აბსოლუტურად ყველაფერი უწყლობით აშიც აღარა წყალისას ძალიან ცოტა ძალიან ჩამშრალი წელს რვარი მე არ ვიცი ასეთი თუ მიყოლდეს წელს არ ძალიან ცუდი ის გვალვები რაც აქამდე დაგვაკლო და რაც ციცივები იყო დროზე როცა სიტყვა იყო ყველა ერთდროულად აგვინაზღაურა მგონი ასეთი ენაზღაურება არ გვინდა ეს არის გულის წასვლამდე სიცხები ნამდვილად არიან და ნეიტრალი არც ვციოდეს არც მსხლელობდეს ეგეთი არავის არ უნდა არავინ არ ნატრობს ამ ხელს და სიცხვის მოკლავი საერთოდ ცუდად ხდება სიცივი არ მიყვარს ასტიკად აღარ მიყვარს ასე რომ ეს პირველის ნახევარია უკვე. სკალს ახლა რასაც შევწდები, შემოგრეფავ ხოლმე ისე დაკვენილია იმიდან. დაკვენილებს არ ვყურებ. შეკუჭული ადგილები სადაც აგიგინე ვარ. და მათი ვარში გავრეცხავ, შევაწყო, გაგრილდება ისეთი კაი საჭმელი, გრილი. რომელიც ცხელ დაადუღებულს რა გაჭმევს.
ამდენზე ვართ. წავიდეთ ჯობია ჩვენ. წყალი გამემხე გაყიდულად და ახლა აგინდა გალღვეს. ამას თავსაცული იმას ის პიროს დაუფენ თორე წყალი მინდოდა და წყალი შემოტანილი არა ადუღებულია უკვე და აგით ვარ ჩამადე. მე იცება. ვარ დამატე ვერ გარდა. რა დღეშია ბოსტანი შეხედეთ. რა შვება ეს რატო არ მოდის ახლოს? რა უშვებს. შეხედეთ წყლობით გამხმარი. რა დღეში გაყვეთ და ყველაფერი უწყლობით გახ. ჩვენი ხა ვარქ ეხლა ვაპაუზო უნდა თორე ამას ასე ტელეფონით კი ვერ ჩამოუკრებ რა უნდა ნეტა ზომის აღება აქ შეუძლებელია გავგიჟდი შეხედეთ ეს ხაპერები გააყვით და ყველაფერი ხალი იტანე და რა მოვეცხლა უკვე ოქი გადამასკდა რა ესე შეიძლება ერთ პატარა დამცხება ყველა წუთში ვიოფლებ და ბანაჩებთან არა პოშტიოში რა ხელა აწუხული გაუფლული აი ჯერ უნდა ვიბანო მაინც გამომი ზოგი ამ ხელაკი გამოვბრეც რაღაცა ატკბი მოტანი ეს ჩვენ არ ხონდა სხვა აი მე რა სიცხე გადაიხრუკა ყველაფერი საქმეს გაკეთება, ამ საჭმის გაკეთება, ვაია, ისეთი სიცხები. ჯერა გამყვარდა. ხევარ წყალი ამას ჩავას. წყალი უკვე ისეთი თბილია, გუბის წყალი გეგონება. სახში შემოდან წყალი ეგრევე თბილია. საყინულის წყალი კი არა ვარ, მაგრამ აი ასე როცა ვასყავ. ანეიტრალ, კაი ამაში.
ძალიან დაცხა. გუშინ მაგალითად დედიდან მეიყურეს დროს კატასტროფა. ღმერთო გადავარჩი. მერი მოვიტან წვას კიდე. მეორეში აიცუდა. ას ისე გჭირდება წყალი. ჩემმა რამდენი ხანია დააშრობა დაიწყო. ხო და სულ ამბობდი წყალს გავუფრთხილ და ტყულა მოვიღებ მასხამთ მერე მეთქი ტყულა ვასხამთ ხალ. ხო, ერთიდან მერე ზედმეტი რო ამოაქვს დაჭირდება. გადასაქცევი. გული მიგზნობს ხოლმე ასეთ რაღაც. წყალს გავუფრთხილდეთ. მე რა კაი სასმელის წყლის გარეშე ადამიანებს არ შემიძლია და ეგა არ თავარი ჩვენთვის. კიდე შემოჭმელობას მოითქვი ხა. წყლობა აუცილებელია წყლის გარეშე ერთი დღე ვერ გაძლევს ადამიანი. მე რა კაია ერთი ეტა უნდა გავსინჯო. უნდა გავხდი ჩუმაკერი ხიჩი. ეს არა საფლეჩი და იმით. ეს აი ჯერ Sangai. Udah batu ada tak panas. Ya keluar kemudian sudah lihat kering. Kita karet tadi tu mah, mungkin. Terus kalau iskuster itu merah ni. Untuk jangan sendiri. ხებიდი ჯერისედაც ის არ ცუდი ზის გულზე მე ვერ დავხდები ესაზიანოცა იმ ხელას იწხები ფიქსირდება უკვე დილით შინეზა კავაზწას ერთი ჭიქა კოფე კიდავლი წყალკალა გამიმდა მაგრამ ფოტოგი გამომიყვანა მდგომარეობით შენილი სიცხეა ხალხო და ხალი იქნება გიწევით არის ხესაც შეიძლება გაწყვას ბისმიერ დროს მაგრამ მეზარებ რაც შუა დღებდება მე თუ სიცხე მატულობისა მართლა დაიფაროს გუშინ იყოს ისეთი იყოს მე არ ვიცი ოთახშიც გაუსაძლისი იყო ხამი ყოფნა ხამი 2 საათამდე გარ ხან შემოვდიოდი ხან გავდიოდი ვერ ვიცი გავთენი ხას მე რაღაცას ყურება დავიწყო წამოვწეკ ტყულა არაფერს არ ვიფარ პიჟამაზე აწვეც მოკლედ შულდი მაიკ ხო ახლა ისე ვერ იმასის სახში უცა ყველა და რაღაცა უნდა მოიჩხო მაინც ისეთ ამ სიცხე ხელი რა თქმა უნდა ყურებ რაღაცას ხოლმე რომ დრო გავიყვან ინტელექტორი კი მგონდა ჩართული მე და ერთხანს მომატყევიას ამდღას გამე გარეთ მაინც გვირიმდებოდი და გუშინ არ იყო მაგის საშუალება გარეთაც სასტიკი სიცხე იყო და იმით რაღაც ძალიან უცნაური ისინი სიცხეები ძალიან არ ვიცი რა ხდება ქვეყანაზე არ ვიცი ასე მასშტაბური ცეცხლი ახლა საბერძნეთის იწვისო საბერძნეთის სხვათა შორის ყველა წელიწადს ცხადდება სიცხიდან იმით რაღაცა ლოკაციებზე ცეცხლი მაგრამ თურქეთში ასე მასშტაბურად 6 ქალაქი იყო დასახელებული
მე ანტალია კურორტი იყო გადაიწვა ლაკინა ლამის გადაიწვა იქნე იყო ყველაზე მასშტაბური ანტალიაში ბურსა იგი იყო კიდე იყო იზმირი ოდეს სხვა კიდე იყო რა ნახსოვს კიდო ყველგანი დო მაგისი ნახავ ღმერთო საქართველოს დაიფარე ჯერ და მაგრებთან დაგვიფაროს და მე ამ ცეცხლისგან და ამ ხალხს სიცხეებით აი ყველაფერს უნდა გეშინოდეს ადამიანს არ ვიცი აი წინასწარ მეტყოლებები კიდე სრულდება სრულდება როგორც ვატყობ ისეთი ის არის ამბები ხდება დამიძას თუ გინდა ხელოვნურად იყოს მოწყობილი ხდება აი რაც არის ნახონ ყველაფერი ნერვიდან მოდის ასე დროულად ეს ყველაფერი როგორ დაიმთხვა მაინც დედამიწაზე ასეთი რაღაცა ძალიან მეგობრს კატაკლიზმები და ჩემ კიდე წინასწარ მეტყოლებით ყველაფერს წინასწარ გწმობს ხა ეგ მიწის რასთან მოხდებოდა ნუ სადაც მოხდა იქიდან უკვე რა ხალხა მასშტაბზე იყო ხავა ეს იმამდე იყო საფრთხე ფიქსირდებოდა რა კიდე თუ არა ის ბიძგები მიგრძენი უძახოთ წინათ უთხარი მე არაფერი მიგრძენი არაფერი არ იქნება ორჯერ თქვა რომ მიგრძენი წინათ დღესაც მეორე დღესაც დამხელა მიწის რა მოხდა მე ეგ ყველაზე ის არის შორს აი კამჩატკას რუსეთის ჩინეთის საზღვართან ამგონია და იმდენ დაფიქსირდა ამ ხელას მთელი 7 მაგნიტუდა იყო. მოკლედ ახლა ბევრი მარ გავაგზავნეთ ამ მიწისძვრებს ვაიმე აღმართო და ვიფარე. დავითარეს ღმერთო. ქართველი და სულით სოფლიო კატაკლიზმებით. ხალხმა გადაფიქრეს თავის ცოდვების გამოხდება ასეთი რამე, იმიტომ რომ ქვეყანა გარყვნილია, აღარც კაცი კაცობს, აღარც ქალი ქალობს, ყველაფერზე ხაზი გადასმული. კი იცით რა ცხოვრებაც მომიდა და რა ხდება. ღმერთის აღარების ეშინი. ყველა იცახის ჩემი უფლება, ასე ვაკეთებ, კი ბატონო ვაკეთებ, მაგრამ ცოდვაში არის ხალხი ჩაფლული. ღმერთი განიზღებული. ამ სიცხეებზე კი საშიშია ქვეწარმავლები არ გაჩნდეს. ჩვენ ზოში მეადრეც გეუბნებოდით ბავშვობაში სული იყო ყველა საფულს. აქ ქვის კიდე ქონდა პატარა ამ ბალკონზე მოსასვლელი, იმაზე წვებოდა სულშველი უხსენებელი. სულ მეშინია რამე არ გამოვიდეს და ახლა ბოსტანში ძალიან დიდი ბალახები არ არის, უკან გასულოთ ლეჩინი აქ მე რო ჭავდი ნაყვალ სადაც აქეთ ხარეს ჭას. სულ ბოლოში დიდი ზუკი რა პატარა ის როგორ დაკავშირდება იქ. დაფნებთან ყოფილა იქ. შეგაწოლილი უშველებელი უხსენებელი. ბაშლის ძირს იქვე ახლოს. ბაშლზე მისვლა დედაჩემი დავიხარი უნდა ამეყოლო და ასე უშველებელი არ ყოფილა გაწოლილი და აწია თავი შეასრულში ხედავ და აღარ ავიღეს ბაშლი დადო თავისთვის გრილდებოდაო და ვაიმე იქნა რა მიგიყვანა არაფერ არ გუჩეჩქვე თავი რაფერ გამოწამოესენები დედაჩემს ნაკლებად ეშინია მაგის თავისთვის იყო გრილდებოდაო და არაფერი დამიშება არ მიერ დაუშავე არაფერი თან ამ სლოგო იყო მგონია სლოგს აკავდა და სლოგის მოკლა სახში არ შეიძლება არ ვიცი რა თქვა შეიძლება არ შეიძლება თან მეშინია წყალი რო არ არის აქ ჭასთან არ გამოვიდეს ან ის უშია შემოვიდეს ბევრჯერ ბარიები დაფრთხა ძალიან ვერაფერი დავინახე ეგ არ დადიოდეს მეთქი სახში მეშინია არ შემოვიდეს მაგრამ ახლა ვიქნებ არ შემოვა იმიტომ რომ სახში სიგრილი არ არის საერთოდ საშინელი სიცხე და გასაგრილებელი ადგილზეც ეგ და წყარს სახში არ მგონია შემოდის არასდროს შემოსული და სულ უკვე მით უმეტეს არავის არ ერჩის არ იყიდება პირიქით ეზოწმენს თვითონ გველსაც ებრძვის ეგ ეზოწმენს
ყველანაირი მავნეებით. მაგრამ მაინც აშიშია ვაიმე. გული ხო გამისკდება ეკუტანია. ამ სიცხეებში ყოველთვის იცოდა ჩვენ სიცოცხლეში შემოსვლა მით უმეტეს აკერგზას სამცხოვრებთ ქალაქი ვიცოფელია საფრთხეს სადაცვას ადმის და პირას არ ვთქვენ ასეთმა რაღაცებმა ასე დაიბუდოს რა ვიცი ყოველთვის ჩდებოდა და რა ვიცი საიდან მოდის და კარგულში ჩვენ არ ცხოვრობთ ნუვალ ადგილში რომ გიმოვიდეს მაინც ლეთას არიცი რამდენი მაგახოთ ჩაწერილი, კაიხანი არ დავამჩნევი. გუშინ რაღაცა კომენტარები დავაგულე. ერთი კომენტარში წერა რომ 17 წელსაც იმ ადამიანის სახელი არ მახსოვს. 17 წელსაც ბავშვს მოუხსნო დახმარება. ჩემი 17 წელს რო გახდა, ჩემი გახდა, ეხლა გახდა 16-ის ივნისში. ხო და დაფიქსირებულა მოუხსნო. 17-ის არ არის. არ ვიცი, ასეთი კანონია ახლა. მოხსნიდა რა ვქნა. ხო და ჩვეულებრივ როგორც დიდ ადამიანს რაც ეკუთვნის მიჩენ 30 ლარი ხოთ. იმ 30 ლარად რა უნდა აქნა. კაი. რა ვქნა ახლა მე მისი დრო როცა მოვა და ისევ გადამოწურება მოხდება შემოდგომაზე ისევ იმას ვიყავთ. ხო და იმას აღარ დაუბრუნებენ სრულად რადგან ასეთი კანონია მიღებული და რა ცოტა შეიძლება მოუმატო. დიდი 50 არის. არ ვიცი. ჩვენ თავიდან ასვერ გამოიტანა საკეთები. იმის მაგერ ხალხს დაიხმარა რომ იგი დარტყმენ. კიდე ის იყო კომენტარი რომ სხვები რო ითხოვენო კურსოსებიდან და მოურიდებლათო და საფკარს იკეთებენო და კაი ჭამენ შენც ასე ქემია ჩიფსებს და რაღაცებს ყიდულობენ და ჩიფსებზე გამეცინა სხვათა შორის ჩიფსი რომ აჩუქოთ ხალხო არ მინდა საწამლა ნამდვილად არ ჭირდება არც ვეღიდი მაგ არადროს მიყიდია მე პირადად არადროს აღმოჩნდა დიდები რო დადგება და ჭამს მე მაგის გემარი მოიტანდა ჩემი შვილი სკოლიდან ხოლმე ეხლა არ ყიდულობს საერთოდ ამდენი ხანი არც უყიდია, უფრო ადრე ყიდულობდა, პატარა რო იყო და მოქონდა სკოლიდან და რასაც კი გაუსინჯე ხრუსტინიდან დაწყებული პარცეში, მაგ იყო თითო რაღაცა გემოგაუსინჯე, არასდროს არც ერთნაირი ჩიფსი არ მომწონებია, უსაზის გემოქონდა ჩემთვის, მაგისაც ამლად რა შევჭა. თან კი იცით ამბობ. ისედაც იმდენ რაღაცას ჭამთ, იგიც საწამლავია, კაი რო გონია. ხო და ახლა მაგიმატლია კიდეს რომ ჩიფსებს ყიდულობენ. ალბათ მე ვარ ისეთი ადამიანი, ანგარიშის ნომერი დადე, ანგარიშის ნომერი მე მიდევს. უყურეთ, მიდევს, მაგრამ როგორც ასეთი მე ვერავის დავავალდებული. ის ანგარიშის ნომერი მიდევს, რომ შენ თუ გაქვს სურვილი, შეგიძლია ჩარიცო. თუ არ გაქვს სურვილი, მე ვერ დაგაცალებ და ვერ გეტყვი. და ძალიან ცუდი მიმართ ვაკიდე, გინდა ჩაგერიცხო ფული რომ წმინდოდეს, აი კიდე საჭმაზე რომ წმინდოდეს არ გამოგართვეთ, ეგ არის ყველაზე ცუდი მიმართვა. საერთოდ ვიცი, ბევრი ჩემნაირი ადამიანი არის. ეგ ადამიანს აკეთებს უხერხულობაში. მე არავის არ ვეუბნები, არავის არ დავაძალებ, დებს ანგარიშის ნომერი და არც არავის არ გუხდება რომ გამლანწყოს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი არხი, ჩემი უფლება, შენ თუ ჩათვლის საჭიროდ შეგიძლია დამეხმარო. ბევრჯერ თქვიეს თუ ჩათვლის საჭირო და შეგიძლია არ დამეხმარო, არავინ გაძალებს და არავინ გეკაჭება, ხო? ხო და ის ვიღაცაზე თვლის საჭიროდ ალბათ და მე ახლა მაგის გულისთვის ვერავის ვერ დაუწყებ ჭუბს, არ ვიცი ვიდა გააკეთა სხვისი ფული, რა ჭამე, რა სვამე. ხო და მაგის გულისთვის ვერავის ვერ დაუწყებ ჭუბს და მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი ის მაქვს ბუნება, ის კი არა თავისით ადამიანმა ჩამერიცხა და მე მეთქარ ჩაგერიცხეო და ისე უხერხულად ვიქცენი თავი, ძალიან უხერხულად გვცნობ. ხო და ახლა კიდე მაგას ვერავის ვერ ვეწყო რომ ჩამერიცხე, დებს ანგარიშის ნომერი და თუ იმე ჩათვლის საჭიროდ მე ვერავის ვერ ვეწყო რომ ჩამერიცხე მჭირდება მე. თვითონ თუ ჩათვლის საჭიროდ და გააკეთებს სიკეთეს, ეგ მისი გადასაწყვეტია, ღმერთი ასმაგად დაუბრუნებს. იმ სიკეთით.
ხო და მე არ ვარ ეგეთი ადამიანი ნამდვილად და ვიცი კიდე ადამიანები და პირადად ვიცნობ. აქვენ და არც უჭერს თერაპევტი სხვა მომიცეს ისე თავი ისტორიით გაიქცევენ ისე გამოართვენ რომ ის დააღება. თითქოს მას შენზე მეტად სჭიროდეს, არც წვენიათ, არც მკვდება აქვთ. ასეთი ბუნების ადამიანები არიან. ესაც არ ერიდება რომ ვინმეს დაავალოს, მოსთხოვოს, გამოართვას, არ ერიდება და ზოგს კიდე ეგეთი ადამიანი უფრო მოწონს, ვიდრე ის პატიოსანი ყოველთვის იჭარბება, აი ყოველთვის. მაგხრივად კი არა ყველანაირად ცხოვრებაში იჭარბება პატიოსანი ადამიანი. აუქნახა ბუნებით რომ არ არის ისეთი და თუ მაგით დაიწყია და მოგერიდა ი როგორც სხვა საქმე მიცი შუბის ძარღვს რო გაიწყოთ ადამიანს მაგანაც მიჩვევა იცის ხალხო იმერ შეიძლება მართლა გადახვიდეს სხვას მაგანაც მიჩვევა ის ადამიანი რომ მიჩვევა საქმეს ხო ის იმას რომ არ მოიშლის ასი ადამიანის ბევრი კატეგორია ყველას თავისი ბუნება აქვს ზოგს პირიქით ეგეთი მოწონს რომ მე ახლა რა ვქნა ჭუბი დაუწყო და უწყებ მაგისთვის ჭუბს ვერც ვერავის მოთხოვ არის წერია და თუ საჭიროდ ჩათვლის ჩამირიცხოს თუ არ ჩათვლის საჭიროდ და ჩარიცხოს და თუმცა ყველა თავის ხელზე კარგად ადავებს მაგის გულისთვის ხო ვერ დაუწყებ ჭუბს ადამიანს მე ვერავის ვერ აუხარ ძალით თვალებს იმიტომ რომ მას თუ უნდა ძალით დაიბრმავებს იმ თვალებს რა უყვახლა მე ყველას თავისი აზრი აქვს თავისი გადაწყვეტილება აქვს ჩემო კარგი ასე რომ მაგ საქმეზე დავა არ არის ნამდვილად არხის მაგ საქმეზე დავა ასე მეტი რა გითხრათ ახლა არაფერი მეტი ახალი არ ხდება აქ ასეთი ამბია ქვეყანას რა გინდა რო ქნა სულ უნდა ილოცოს ადამიანებმა რომ მართლა მშვიდობა იყოს საქართველოში კი არა სოფლიოში მარტო ჩვენთან კი არა მთელ სოფლიოში მშვიდობა იყოს ხალხმა უნდა ვილოცოთ სულ და კარგზე ვიფიქროთ დამძიმებულია ეს დედამიწა ბორცი ბოროტით გარყვნილებით რა ვიცი მე ზღვარს გადასულია ხალხი და ცოდვა ტრიალებს ღმერთი არის განისხებული მე რაღაც უყურებ ხოდა ღმერთმა ყველა მოგვაქციოს სიკეთისკენ ადამიანობაში ერთჩეს ადამიანებს თავარია ასე ჩემო კარგი ბოლოიგეთი ამბები აი მე რასაც ხიაური აქაც წავს კარგი აბაწავეთ მომავალ შეხვედრამდე მადლობა ყველას თქვენი კომენტარებისთვის გამომწერები მომატებია კიდე იმ გამომიწერა და დიდი მადლობა ნიკა ქვია მგონია საბერძნეთში როა ნახა ალბათ მე რო გამოიწერე და სოლიდარობა გამომიცხადა დიდი მადლობა ჩემო კარგო გაიხარე ბედნიერი ყოფილიყავი შენ ცხოვრების გზაზე, აი ვინც გამითვალისწინებს და გამომიწერს ხოლმე ძალიან მიხარი, ძალიან. ასე რომ არ დამავიწყდეს მე. ბევრმა ეს ადამიანმა გამომიწერა რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ბლოგერი როა უფრო რო გაახსოვს, ხო იცი ბლოგერის აღნიშნა უფრო ეს არის აუცილებელი. ხო და ბევრმა ადამიანმა გამომიწერა კიდე ნახე, უცხოელმა საერთოდ არიან. ყველას დიდი მადლობა ჩემო კარგე. რომ ჩემი არხი გამოიწერეთ. უმეტესი მადლობა ყველას. დიდი მადლობა რომ გამომიწერეთ, დიდი მადლობა რომ მიიღოთ. გაიხარეთ ყველანი. მადლობთ რომ ეხმარებით არხის სისულაში და განვითარებაში. აბა დროებით ჩემო კარგებო. ყველას წარმატებები ამ ცხოვრების გზაზე. მომავალ შეხვედრამდე.